მოგესალმებით, მე ვარ რუსიკო კობახიძე, სოვლაბის კვლევარი. სოვლაბი არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია და ის მუშაობს ისტორიულ კვლევებზე, როგორც საბჭოეთის მიმართულებით, ასე პირველი რესპუბლიკის მიმართულებით. იწერს სხვადასხვა ადამიანების მეხსიერებას, ზეპირისტორიებს, გამოსცემს წიგნებს, აწყობს გამოფენებს და რა ვიცი, ბევრი ასე ვთქვათ, აქტივობა გვაქვს და მუშაობთ ძირითადად აი ამ საბჭოთა წარსულის შესწავლაზე. დღეს მე მინდა გელაპარაკოთ საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ჩემის აზრით ძირითად ხერხზე, ეს არის ძალის დემონსტრირება. რა არის ეს ძალის დემონსტრირების მეთოდი? პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს მასა, მოქალაქეები, ხალხი, როგორც კიდათ ისე შეხედეთ ამას, ცდილობს დაარწმუნოს, რომ მას აქვს ძალიან ძლიერი ხელი. და სხვათა შორის ხელი, როგორც სიმბოლო, ძალიან ხშირად არის გამოყენებული სწორედ საბჭოთა პოსტერებში. ძლიერი ხელი, ძალიან დიდი ფორმატით, არის ხშირად ფერი გამოყენებული, წითელი, ასევე ამ ხელში ხშირად არის ურო, რაც ასე ვთქვათ, აკეთებს აი ამ ძალის დემონსტრირებას. სხვათა შორის იოსებ სტალინს, რომელმაც ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე შექმნა საბჭოთა რეპრესიული აპარატი და განახორციელა შემდეგ ეს დიდი ტერორი და მისი ოცნება იყო და ფაქტიურად ნახევრად გამოუვიდა, რომ შეექმნა ახალი ადამიანი. როგორი უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, ის უნდა ყოფილიყო მორჩილი და მას უნდა დაეჯერებინა, რომ საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ბელადი, საბჭოთა ნომენკლატურა არის ყველაზე ძლიერი. რატო? რაში ჭირდება ეს პროპაგანდას? იმიტომ რომ თვითონ იყოს განსაზღვრელი ნებისმიერი ქმედების და გამოაცალოს ეს ინიციატივა ხალხს, გამოაცალოს ეს ინიციატივა მოქალაქეებს და მოქალაქეები დაემორჩილონ მას როგორც ძალიან დიდი ძალის პატრონს. ამიტომ არქიტექტურა იქნებოდა ეს, თქვათ, ძეგლები, იქნებოდა ეს აღლუმები, იქნებოდა ეს პოსტერები, იქნებოდა ეს ენა თვითონ, ტოტალიტარული ენაც, ყველგან ჩანდა ეს ძალა. აი მე მაგალითად, როდესაც მუშაობდი საბჭოთა პროპაგანდისტულ ენაზე, იქ ყველაზე ხშირად ხმარებული ეპითეტი იყო ძლევამოსილი, ძლიერი, დიდებული და ასე შემდეგ. ანუ ეს ენობრივი ინექციის საშუალებითაც შედიოდა ადამიანების ცნობიერებაში, რომ საბჭოეთი და მისი ბელადი, მისი ხელმძღვანელობა იყო ძლიერი. რა თქმა უნდა, ამას ზურგს უმაგრებდა სტალინს ის, რომ მას ყავდა არმია, რომ მან თქვათ ის მითიც და ნუ არ ვიცი ზოგისთვის რეალობა, რომ მხოლოდ მან მოიგო ომი ნაცისტურ გერმანიასთან, ზურგს უმაგრებდა ჩეკა, ზურგს უმაგრებდა აი ეს საიდუმლო აგენტურული ქსელი და რაც თავარია პროპაგანდა, რომელიც მთლიანად მუშაობდა სტალინის როგორც უძლიერესი, უგენიალურესი, უბრძენესი ბელადის სახის შექმნაზე. ეხლა რაც შეეხება როგორ იმემკვიდრა ეს თქვათ პუტინის რუსეთმა. აი თუ დააკვირდებით, პუტინიც წარმოაჩენდა თავის თავს როგორც ძალიან ძლიერ მმართველს. მან წამოიწყო უბრალოდ დაასრულა ომი ჩეჩნეთში, არა? ის პოზიციონირებს როგორც სასტიკი ლიდერი და სულაც არ უნდა რომ ის აღიქვან როგორც რაღაც გულმოწყალე, არამედ პირიქით და ასევე ფიზიკურად აი ხშირად ზის ცხენზე რაღაც შიშველი, ხან ჰოკეის თამაშობს, არა? ხან ძიუდოს ფორმაშია, აი ეს სიძლიერის დემონსტრირება და მუდმივად აკეთებს რუსული პროპაგანდა არმიის დემონსტრირებას როგორც ყველაზე ძლიერის და სხვათა შორის ეს დასავლეთსაც დაეწყო აი ამ
უკრაინის ომის დასაწყისშიც, რომ ყველას ეგონა, რომ ეს იყო მსოფლიოს მეორე არმია, ეს იყო რაღაც უძლეველი, რომელთანაც შერკინება არავის არ შეეძლო და ასე შემდეგ. ეხლა გადმოვიდეთ საქართველოს რეალობაში, რა აქვს თქვათ ხელში ბიძინა ივანიშვილს, რაზე შეიძლება დაეყრდნოს. კუნთები მას არ აქვს, რომ რაღაცნაირად დადგეს და იპოზიოროს და ან ითამაშოს ჰოკეი, ან რავი თუნდაც ფეხბურთი. არა, ანუ მისი ჰაბიტუსი არანაირად არ ქმნის რაღაც შთაბეჭდილებას, რომ ის ძლიერია. მას არ ყავს რაღაც სერიოზული სამხედრო შენაერთები, რომ ამით შეგვაშინოს, არა, მაგრამ აი თუ დავუკვირდებით მთელი აი ამ პროტესტის მანძილზე ის ცდილობდა აი ამ დარბევას ქონოდა ბრუტალური ხასიათი. აი ეს ბრუტალური დარბევები, თუნდაც აი შუა ზამთარში წყლის ჭავლის მიშვება დემონსტრანტებზე, აი ესეთი რაღაც სცემა, საშინელი წამება, რა ვიცი, ლამის ფუძე გადაუტეხეს რამდენიმე ჟურნალისტს, არა, და ჩვენ მქონდა ეს სურათი, როგორ მაგალითად ერთ-ერთი სპეცრაზმელი, როგორ მის ფეხბურთს თამაშობდა ადამიანის თავით, არა? აი რაში ჭირდებოდათ ეს ყველაფერი, როდესაც ისინი ვითომ პოზიციონირებენ ისე როგორც ძალიან ლმობიერი და ისეთი ძალა, რომლებიც არ მიმართავენ ძალმომრეობას, არა? და მუდმივად ჰქონდათ აპელირება იმაზე, რომ აი ნაცმოძრაობა იყო აი ესეთი ძალა, რომელიც ხალხს სისხლიანი რეჟიმი იყო და რომელიც ხალხს უსწორდებოდა და თვითონ რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ მათ დასჭირდათ აი ამ ძალის დემონსტრირება. იმიტომ რომ მათ შეეშინებინათ ხალხი, შეეშინებინათ საზოგადოება, რომ არ გამოსულიყო ამდენი ადამიანი და რა თქმა უნდა ამან არ იმუშავა, ხალხი ისევ გამოდიოდა და შემდეგ უკვე უკან დაიხიეს და ეხლა დალის დემონსტრირებას რით აკეთებენ? აკეთებენ იმით, რომ თქვათ ჯარიმებს ნიშნავენ, რომ ადამიანები რაღაცნაირად დაითრგუნონ, აპატიმრებენ უამრავ ადამიანს და აპატიმრებს უამრავი პოლიტიკოსი, არა? ამით ისინი ცდილობენ თავიანთი ძალის დემონსტრირებას და რაც თავარია ჭორებით, რომ აი ბიძინას ყველაფერი ფეხებზე კიდია, არაფერი არ აინტერესებს, ისინი მაინც მაგრად დგანან და აი ეს რატომ არის არასწორი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზუსტად იმ ფორმულაში ჯდება, რომ თუ ადამიანები დაიჯერებენ, რომ ბიძინა უძლეველია, ისინი დანებდებიან. აი ეს ძალიან მარტივი ფორმულა არის, რომელიც მგონია, რომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს ხედვებში, როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენი პროტესტის დინამიკას. დიდი მადლობა, მინდა რომ თუ დაგაინტერესებთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ კითხვები, ან შეგიძლიათ დაწეროთ სასურველი თემები, რაზე ვილაპარაკო.